სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მე მახსოვდა ეს კითხვა, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესში, სადაც ბატონი ჯონი მოღვაწეობს, მასთან ბევრი ჰოლივუდის ინდუსტრიაში დაკავებული პიროვნებები არიან. ეს არა მარტო მსახიობები არიან, მაგალითად თომი, რომელიც არის მათი მარჯვენა ხელი, ხო, მე რაც ვიცი და რაც მითხრეს მასზე, ძალიან მაგარი სცენარისტი იყო ჰოლივუდში. ასევე პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა დარგებში იყვნენ და ეს ძალიან დიდი ინდუსტრია, ვინცაც უცხოურია ლოს-ანჯელესში ჰოლივუდთან, ძალიან ბევრი არის დაკავებული ამ ინდუსტრიაში. სხვადასხვა სახით შეიძლება ეს გამნათებლები იყვნენ, ოპერატორები, სხვადასხვა უამრავი ადამიანია მძღოლების ჩათვლითაც. და ხშირად აინტერესებთ ხოლმე ესეთი კითხვები და ულაპარაკი კიდევაც ბატონ ჯონს და ეს კითხვაც ზუსტად მაგას ეხება. არ წარმორთქვა უფლის შენი ღმერთის სახელი ფუჭად. ეს მესამე მცნება მსახიობებზეც ვრცელდება? კითხვის ავტორი ეს ესვავს. პირველ რიგში მადლობა ჯონ, რომ ჩემი მეგობარი ხართ და ესეთი გულისხმიერი მოძღვარი ხართ. და ჯონ მაკარტურის უცხოეს გმადლობთ. მესამე მცნება გამოსვლის წიგნის მე-20 თავში, მე-7 მუხლში. არ წარმოთქვა უფლის შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუჟილს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს. ანუ თუ ადამიანი მსახიობია და ფილმში რომელიმე პერსონაჟის როლს ითამაშებს და მას თხოვენ რომ უფლის სახელი უმიზეზოდ წარმოთქვას. არ უნდა აიღოს ეს როლი? და თუ როლს აიღებს და ამას გააკეთებს, ღმერთის წინაშე ის აგებს პასუხს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ფიქრობ, რომ ბიბლია საკმაოდ ნათლად ამბობს ამას, რომ იქ წერია, არ წარმოთქვა უფლის სახელი ფუჭად. და ამის იგნორირება არანაირად არ შეიძლება, თუ თქვენ მაგალითად როლს თამაშობთ და ვინმე პერსონაჟის ეს ფრაზა უნდა გაიმეოროთ. ფიქრობ, რომ მაყურებლისთვის უფლის სახელი მაინც უადგილოდ და ფუჭად არის წარმოთქმული. ჩემთვის ეს პირადად ძალიან რთული იქნებოდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მოიცადეთ ერთი წუთით, სოფლიოში ადამიანები სულ ასე წარმოთქვამენ ფუჭად უფლის სახელს. და თქვენ უბრალოდ თამაშობთ ერთ-ერთ პერსონაჟს, რომელიც იგივეს აკეთებს. და რა არის ამაში დიდი პრობლემა? ჩემი პასუხი მაინც იქნება, რომ თქვენ მაინც რეალურად უმიზნოდ და ტყუილად ახსენებთ უფლის სახელს. მე არ მინდა უფლის სახელი რომ ფუჭად იხსენიებოდეს. მე თვითონ არ გავაკეთებდი ამას. და არ მინდა ვიფიქრო იმას, იმიტომ გავაკეთებ, რომ თითქოს და როლს რო თამაშობ, ამას რამე გამართლება აქვს. ჩვენ წლების განმავლობაში ქონდა საქმე ბევრ ადამიანებთან, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან დაკავებული და ბევრი მათ შორის მსახიობი იყო. და ისინი ყოველთვის აწყდებოდნენ ასეთი ტიპის პრობლემებს. არა მარტო უფლის სახელის უადგილო ხსენებით, არამედ ისეთი როლის შესრულებით, სადაც მათი ქცევა შეურაცხყოფელი იქნებოდა უფლისათვის. ეს იქნებოდა სექსუალური რაღაცა ურთიერთობა ან ზედმეტი რაღაცით დაკავება. ეს ძალიან პრობლემატიურია, თუ ბიბლიიდან შევხედავთ ამას. ძალიან რთულია ერთგული ქრისტიანისათვის, რომელსაც სურს ღმერთის პატივისცემა, იპოვოს ისეთი ნაწილები ფილმის სცენარებში, სადაც ის რეალურად ან ნეიტრალური იქნება, ან კიდე ღმერთს პატივს მიაგებენ. დღეს უკვე ეს ესე არ არის. ეს დიდი პრობლემაა უკვე ამ ინდუსტრიაში. და იმიტომ რომ მე თითქოს და ვიღაცის როლს თამაშობ, მე მაქვს ამის თავისუფლება შეურაცხყო ღმერთი. თუნდაც იმ ადამიანის მეშვეობით, ვის პიროვნებასაც განსახიერებას მე ვაპირებ, მე არანაირად არ მაქვს ამის უფლება. მეგონი გასაგებად თქვი, ხო? დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.